ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ზღუდავს ყველა იმ თავისუფლებას, იმ თავისუფალ სივრცეებს, რომელიც დღეს კიდევ არსებობს საქართველოში. ამიტომაც ის გადასულია პრაქტიკულად უკვე მასობრივ რეპრესიებზე, ისინი ცდილობენ მოქალაქეებს წაართვან ის ელემენტარული უფლებები, რომელიც ჯერ კიდევ გააჩნია, იყენებენ აბსოლუტურად ძალადობას ყოველდღიურ რეჟიმში. შესაბამისად, ჩვენი მოვალეობაა წინააღმდეგეთ ამ რეპრესიებს. ანუ ეს არის არა მხოლოდ ის, რომ ხდება მოქალაქეების კანონო დაკავება, მათ შორის ჟურნალისტების, აქტივისტების, არამედ პრაქტიკულად ხელისუფლება არის მასობრივ რეპრესიებზე გადასული. მისი მიზანია მოსპოს მთლიანად ის თავისუფლების რაღაც მინიმალური ადგილებიც კი ქვეყანაში, რომელიც არსებობს და რა თქმა უნდა მას ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ როგორ არის ის შეშინებული დღეს. დღევანდელი დღე ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის შეშინებული, როდესაც ის ცulis კანონებს ყოველდღიურ რეჟიმში იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი შეზღუდვა შემოიღოს, მაქსიმალურად მეტი ადამიანი, ასე ვთქვათ, დისკომფორტში იყოს და რეალურად ვერ გამოიყენონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. სწორედ აქეთკენ არის მიმართული ხელისუფლების საქმიანობა. მეტი ის პრაქტიკულად იმიტომაც არის, რომ დღეს 1000-ობით პოლიციელია გამოყვანილი. იმის გამო, რომ მთელი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს. სწორედ იმის გამო, რომ პრაქტიკულად ხედავ, რომ მათ სურთ დაამყარონ დიქტატურა ქვეყანაში, მაგრამ ეს უბრალოდ არ გამოუვათ მას. საქართველოში დიქტატურა ვერასოდეს ვერ დამყარდება. დიდი მადლობა უსმენთ უჩანანუაშვილს.